მოგესალმებით მეგობრებო, დავასრულეთ მომდევნო პროექტი. ეს არის Volkswagen Taos-ი, როგორც გახსოვთ, წინიდან იყო მანქანა დაზიანებული, შეიცვალა კაპოტი, ბამპერის რაღაცა ნაწილები, ფარი და კრილო. საკმაოდ კარგი მანქანა ოჯახისთვის. კლირენსი ასე გამოიყურება, არის 4-ვე წამყვანი. აქვს უკანა პარკინგები, რაც გვეხმარება პარკირებაში, წინა პარკინგები არა აქვს ამ მანქანას. ამ კომპლექტაციას ყოველ შემთხვევაში საბარგული აი ასე გამოიყურება. აქვს სათადარიგო საბურავიც. უკანა სივრცე საკმაოდ ტევადია. ადგილი რჩება. სალონს რაც შეეხება, იყო გახსნილი საჭის აირბაგი, შეიცვალა, იყო ჭერი, ქიმწვედის შემდეგ სიდენიები, სავარძლები დაშლილი ჰქონდათ და აირბაგმა ანთო უბრალოდ გასანულებელია. აქვს ავტომანქანას ზოლების კონტროლი, დისტანციის კონტროლი, საჭის გათბობა, სავარძლების გათბობა, გაგრილება და სხვადასხვა რეჟიმები მოძრაობის. ეს არის ზამთარი, ჩვეულებრივი რეჟიმი, მთა და ტალახი. მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა კარგია, კომფორტულია, კომპლექტაციებიც საკმაოდ ბევრი აქვს. არის 22 წლის და თვითღირებულებით კლიენტს დაუჯდა $18,000. დამეთანხმებით $18,000 საკმაოდ დიდი თანხაა საქართველოს მოსახლეობის 60%-ისთვის და ეს ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირებულია, გამოსულია დადგენილება, რომ 6 წლამდე მანქანების რეგისტრაცია არ უნდა მოხდეს, ჩემი აზრით არ არის სამართლიანი უმეტეს მოსახლეობისთვის. მოსახლეობის უმეტესობა ფლობს ავტომანქანებს, რომლების ღირებულებაცაა $6-დან $8,000-მდე. ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებიც. და ესე უცბად თანხების გაორმაგება და ზოგ შემთხვევაში გასამაგებაც არ არის სამართლიანი. იმედი მაქვს, შედგება მოლაპარაკებები ბიზნეს სექტორთანაც, მოსახლეობასთანაც და რაღაც ოქროშუალედი ჩამოყალიბდება. ჩემი აზრით ეს ოქროშუალედი იქნებოდა მცოცავი 10 წელი. ადამიანი უკვე შეგვებული იქნებოდა, რომ დაუშვათ წელს უნდა იყიდოს მინიმუმ 2016 წლიანი, შემდეგ უნდა იყიდოს მინიმუმ 2017 წლიანი და ასეთი მანქანების ღირებულება საშუალოდ, აი ცოტა არაბრენდული მანქანების ღირებულება მერყეობს $10-12,000 ფარგლებში. და ყველა გაწდებოდა აი ამ ავტოპარკის გაახლებას. მეგობრებო, გთხოვთ თქვენი აზრი დამიფიქსიროთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ კანონპროექტზე და თქვენი აზრით რა იქნებოდა უფრო სამართლიანი.